ბრიუსელიდან საქართველოს მიმართულებით მომდინარეობს პოლიტიკური შანტაჟის წნეხი. ფინანსური მუქარები და ამჯერად უკვე თავდასხმა პარტია ქართულ ოცნებას. ეს აშკარა მანიპულაციაა, რადგან არ შეიძლება დისკრედიტაცია გაუწიოთ პოლიტიკურ მოძრაობას, რომელსაც 2024 წლის არჩევნებში ამომრჩეველთა 50%-ზე მეტმა დაუჭირა მხარი და რომელიც ძლიერ საპარლამენტო უმრავლესობას ფლობს. მათ აქვთ ისეთი პოლიტიკური ლეგიტიმაცია, რომელიც ევროკავშირის ბევრ ქვეყანასაც კი აკლია. ეს სამარცხვინო ნეოკოლონიური მეთოდები უნდა დამთავრდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ლეგიტიმური სამართლებრივი პროცესებით მანიპულირებას ეხება. როგორც ეს ქალბატონი ხოშტარიას შემთხვევაში ვნახეთ, ქართულმა მოსამართლეებმა მითითებები ბრიუსელიდან არ უნდა მიიღონ. 2024 წლიდან მოყოლებული თქვენ ყველაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ ლეგიტიმურად არჩეულ მთავრობას ძირი გამოუთხაროთ. შეწყვიტეთ ამ დემოკრატიულ ქვეყანაში ჩარევა, ზეწოლა და შანტაჟი. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.